Qobakhites arts daumalaus დღეს საჯაროდ თქვა რომ ძალიან კარგია რომ ორი ოპოზიციური ფლანგი აი ასეთ მწვავე დაპირისპირებაში შედის ერთმანეთთან. მაშინ რატომ მიყვება ოპოზიცია ქართულ ოცნებას ამ თამაში სულ ცოტა რაც შეუძლია გააკეთოს აი თქვენი მოსაზრება როგორია თუ ერთი მხარე საცნობიერებს და მეორეც მე აი ოპოზიციის ქმედებებში ოპოზიციის რიტორიკაში მე ლოგიკას ვეღარ ვხედავ ხო ანუ ესე რო თქვა ნუ არ ვიცი ამას რა დავარქო უკვე აღარც ვიცი ხო დიდი ბოდიში მაგრამ არჩევნებში ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა ამ მონაწილეობის თემა ეს არის სტრატეგიის თემა ეს არის ტაქტიკის თემა პოლიტიკური ტაქტიკის აბსოლუტურად გაუგებარია რანაირად ახდენს არჩევნებში ვიღაც მონაწილეობა ხელისუფლების ლეგიტიმაციას ხელისუფლება დღეს არის არალეგიტიმური თუ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა ამ შემთხვევაში ლეგიტიმაციას როგორ აძლევენ ეს პარტიები თუ ხელისუფლებამ ამ ადგილობრივ არჩევნებში გამოიყენა გაყალბების ყველა ის მექანიზმი რაც იყენებდა და თბილისში ყოველ შემთხვევაში კიდე ახალის დამატება დაჭირდება ხო რანაირად ხდება ლეგიტიმაცია ეს არის ერთ-ერთი არგუმენტი ბოიკოტის მომხრეების რომ თითქოს ამით ვიღაცას რაღაც ლეგიტიმაციას აძლევს და თუ ხელისუფლებამ არ გააყალბა ჩაატარა წესიერი არჩევნები და მოიგო მაშინ რა პრეტენზია გვაქვს ეს ხელისუფლებასთან ხო მაშინ ჩვენი ხალხი იმსახურებს იმ ხელისუფლებას რაც გვყავს რაღაც ვაბაკუნებთ მაშინ ფეხებს და თუ მაგრამ დიდი ძალიან მაღალი ალბათობა არ გაყალბების შემთხვევაში რომ ესე რომ ვთქვათ ოპოზიცია მოიგოს თუნდაც თბილისი და თუ გააყალბეს და ლეგიტიმურობას როგორ იღებენ ლეგიტიმაციას იმით რომ ლელო მონაწილეობდა გააყალბეს არჩევნები და დამთავრდა პირიქით ამით კიდე ერთი დამატებითი საფუძველი შეიქმნება იმისა რომ ორივე ფრთა არჩევნებში მონაწილე იქნება თუ არჩევნებში არ მონაწილე გაერთიანდეს და ერთიანი ფრონტით გააგრძელოს ბრძოლა იმ თემებზე რაზეც ყველა თანხმდებით რეალურად სტრატეგიასთან დაკავშირებით აი რა წინააღმდეგობა ამ პარტიებს შორის სამი ძირითადი თემაა დღის წესრიგში ხო ქვეყნის გზელვადიანი განვითარების თვალსაზრისით რა არის ეს არის ევროპულ ესე რომ ვთქვათ გზაზე დაბრუნება ქვეყნის ეს არის რიგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და ეს არის სინდისის პატიმრების გათავისუფლება რა გახარია და ლელო ამბობენ რომ არაო ამაზე ბიჭო შესაბამისად ოპოზიცია იმაზე კი უნდა ფიქრობდნენ რა ყოფთ იმაზე უნდა ფიქრობდნენ და იმას უნდა ეყრდნობოდეს მათი ურთიერთობები რაზეც თანხმდებიან რომ ბიძინა არაცინონ და ბიძინა ეხა იცინის დღეს აი ამ ვაქანალიაზე რაც ოპოზიციაში ხდება შეთქმულების თეორიებზე ადამიანები ციხიდან გამოუშვეს და ლანძღავენ რა ადამიანები თან რომლებიც ეხა ფაქტობრივად ძალიან სერიოზულ როლს თამაშობენ ხო იგივე ანუ ციხიდან მათ გამოშვებას სწორედაც რომ მიესალმებიან მისი ოპოზიციონერი კოლეგები უბრალოდ მოუწოდებენ აი მაგალითად ციტირებ ნიკა გვარამიას რომელიც იგივე მუხლით იხდის სასჯელ საპატიმროში რომ არავის ურჩევდი ბიძინას მიერ დამცირებულთა გაერთიანებაში ყოფნას ურჩია გაიგეს ამათმა მაგრამ ამა თავისი აზრი აქვს ეხლა რამე ვალდებულებაა რომ გვარამიას დაეთანხმო ესეა ჭეშმარიტებას ქადაგებს მე არ ამგონია რომ ესე იყოს გვარამია რომ ჭეშმარიტებას ქადაგებდეს მაშინ დღეს ქვეყანაში სხვა სიტუაცია იქნებოდა კაცო რა ესე არ არის ხო ამათ აქვს თავისი ხედვები თავისი ტაქტიკა აქვს ხო თვლიან რომ არჩევნებში უნდა მიიღონ ყველა შემთხვევაში მონაწილეობა იქ რაც არ უნდა უსამართლო გარემო იყოს და რა თქმა უნდა უსამართლო გარემოა და ხელისუფლება ყველაფერი სამსვლელია მაგრამ აი ომში ხო როდესაც მოწინააღმდეგე ზარბაზნები აქვს და შენ მარტო თოფი გაქვს ხო ვიღაცა იტყვის რომ მე სამშობლოს ვიცავ და მაინც უნდა წავიდე თოფით უნდა ვებრძოლო და ისა და ვიღაცა არ დაეთანხმება ზარბაზნებთან თოფით როგორ უნდა ვიბრძოლო ხო ამის გამო ერთმანეთი ხო უნდა დახოცონ კაცო ხო უნდა დახოცონ ვიღაცა წავა ამ ბრძოლაში ვიღაცა დაელოდება თითო როდის ჩამოუვა დაუშვა საიდანღაც შეკვეთილი ზარბაზანი ხო მაგრამ ბიჭო ისინი ხო თანამოაზრეები არიან მთავარ თემებში რა შუაშია ეს ლანძღვაგინება ვერ გავიგე რა ისე ძალიან საინტერესო აი ამ თვით ურთიერთი დაზიანების გულისხმობ ოპოზიციურ ფლანგს პროცესში რეალურად რა შანსები აქვს ლელოს და გახარიას ფლანგს მაგრამ ძალიან სუსტი შანსები აქვს მაგრამ ბიჭო შანსები
რაც არ უნდა დაბალი გქონდეს, ეს იმას არნიშნავს, რომ შენ ბრძოლაში არ უნდა შეხვიდე. გასაგებია, რომ არათანაბარია ძალები, გასაგებია, რომ გარემოა უსამართლო და ხელისუფლება ყველაფერს იბინძურეზე მოაწერს ხელს, მაგრამ ბრძოლაზე უარის თქმა იმის გამო, რომ როდესაც სამშობლოს იცავ, ხო? იმის გამო დალოდება რაღაცის გაუგებრის. კი ბატონო, მაგრამ თურმე დელეგიტიმაცია უნდა მოხდეს, რა არის ბოიკოტისტების მიზანი? არა, ბრძოლაზე სწორედაც რომ უარს არ ამბობს მეორე ფლანგი, მეტიც წინააღმდეგობის ფეხების ბაკუნის მეტი რა გვესმის რა. აქციები 4 ოქტომბრის დაანონსებული აქცია, რომ ეს უნდა იყოს მშვიდობიანი დამხობა. 4 ოქტომბერი, ეხლა ხო არალეგიტიმურია, ხვალ დანიშნო რა. ხვალ რატო არ ნიშნავენ? რატო ელოდებიან 4 ოქტომბერს?